გამარჯობათ მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი თემა იქნება OSPF. რა არის OSPF-ი? ეს ყველამ ვიცით, ეხლა CCNA-დან SCCMP-ის მასალა არის, მაგრამ ეხლა გავიხსენებთ კარგად OSPF-ს, რაში გვჭირდება, როგორ მუშაობს ის და გავაკეთებთ თავისთავად კონფიგურაციასაც. მეგობრებო, ტოპოლოგია, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ, ესე გამოიყურება. ამ ტოპოლოგიაზე ძირითადად, მაგრამ ეხლა ჯერ ჩვენ თეორიულ მასალას გავივლით, საერთოდ როგორ მუშაობს OSPF-ი, OSPF-ის შიდა სამზარეულოს გავიხსნოთ, ასე ვთქვათ, და შემდეგ გადავალთ ტოპოლოგიის განხილვაზეც, კონფიგურაციასაც გავაკეთებთ და დეტალურად ავხსნით, აი აქ რა ხდება არის და არაფერი რთული აქ არ ხდება, რეალურად არის ძალიან მარტივი, ორი layer გვაქვს, ასე ვთქვათ, სამი area 0, თავარი area, backbone area ამ შემთხვევაში, area 50 და აქ მივაწერ area 25. კარგი, მეგობრებო, რაში გვჭირდება OSPF-ი და როგორ საერთოდ რაში ვიყენებთ? ხა მოდი ვიცებთ გადაურბინოთ. აი ეს როუტერები, რასაც აქ ხედავთ, ახლა როუტერი 1-დან დაწყებული 2, 3, 4, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 როუტერი გვაქვს. ეს როუტერები ერთმანეთთან Excel-ში რო ჩაევმევიან და რაღაცა პაკეტის აი აქ ეწვაზე ამ საბნეტიდან პაკეტის გაგზავნა რო გვინდა, მაგალითად აი აქ, რომ შეძლონ ამ პაკეტის მარშრუტიზაცია ამ როუტერებმა, ჩვენ გვჭირდება routine პროტოკოლი. ერთ-ერთი routine პროტოკოლი არის OSPF-ი, წინა გავითვლში გავიარეთ static routine პროტოკოლი, კიდე distance vector routine პროტოკოლი და სხვადასხვა routine პროტოკოლები გავიარეთ. ერთ-ერთი არის OSPF-ი, რომელიც არის open source, ეგრეთ წოდებული vendor specific არ არის, EAGRP როგორც EAGRP-ც open source არის დღეს, მაგრამ EAGRP არის უფრო კი არა Cisco proprietary არის, ეგრეთ წოდებული Cisco შექმნილი არის და თავიდან იყო დახურული, ეს open source არ იყო. სულ რაღაც რამოდენიმე დაახლოებით 10 წელია თუ ცოტა მეტი, რაც open source გახდა EAGRP, მაგრამ OSPF არის open source და არა მარტო Cisco-ს როუტერებზე, არამედ სხვა ვენდორების როუტერებზეც ლებივად მუშაობს. მათ შორის EAGRP-ს მუშაობს სხვა ვენდორები. უბრალოდ OSPF არის ძალიან პოპულარული, რადგან, რა ვიცი, ძალიან მარტივი გასაგები არის ჩემი აზრით, სხვა EAGRP-სთან შედარებით, უფრო მარტივი ლოგიკა არის და კონფიგურაციაც არაერთული, troubleshooting-ის უფრო მარტივია, ვერ ვიტყვი, უბრალოდ რაღაც, უკეთესი არის რა, გამოსაყენება. და ალბათ ვის როგორ მოსწონს, მაგის მიხედვითაც არის. OSPF-ი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროტოკოლი არის routing-ის მხრივ. კარგი, დავიწყოთ ახლა OSPF-ი. როგორ ხდება OSPF-ის დროს როუტერების მიერ ერთმანეთის გაცნობა? აი როგორ გაიცნობს ეს როუტერი ამ როუტერს და რა ვიცი, ამ როუტერს. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ ჯერ მაინც რადგან ჯერჯერობით ასე ვთქვათ OSPF-ის შემადგენელ ნაწილებზე ვსაუბრობთ, ურად კონცენტრაციას გავაკეთებთ area 0-ზე. ეს არის მთავარი area, ეგრეთ წოდებული backbone-ი, რომელზეც შემდეგ უკვე სხვა area-ები დაკავშირებული არის. ეს area 25 აქ და area 50 backbone area-სთან არის დაკავშირებული. მთავარი backbone area არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ მოდი გავიაროთ ჯერ ამის გარშემო ვიმოძრავთ და შემდეგ გაშევეხოთ. კი ბატონო. OSPF-ი, აი OSPF როუტერები ერთმანეთთან აგზავნიან ეგრეთ წოდებულ link state advertisement-ებს. რა არის ახლა ეს link state advertisement-ები? ჯერ მოდი არ შევეხებით რამდენი ტიპის link state advertisement-ი გვაქვს. ეგ შემდეგი ლექციის მასალად შემოვინახოთ, OSPF-ზე რამდენიმე ვიდეოს ჩავწერთ და უბრალოდ ახლა გავიაროთ link state advertisement რას აკეთებს. ეს როუტერები ერთმანეთთან გაცვლიან link state advertisement-ებს და ეს link state advertisement-ი წარადგენს, უბრალოდ შეიცავს link states, თვითონ link states და link-ის metrics, რომელიც შემდეგ შენახული იქნება ეგრეთ წოდებულ LSDB-ში, link state database-ში. აი ამ როუტერებს ყველას გააჩნია LSDB ბაზა. ამ LSDB ბაზაში შენახული არის აი ეს link state advertisement-ები. სხვადასხვა ტიპის link state advertisement-ი არის და მაგას განვიხილეთ. პირველი ტიპის, მეორე ტიპის, მესამე ტიპის, მეოთხე ტიპის, მეხუთე, მეექვსე არ გვაინტერესებს და მეშვიდე. Link state database-ი შეიცავს ამ link state advertisement-ებს, LSA-ებს, ეგრეთ წოდებული, რომელსაც როუტერები ერთმანეთთან აგზავნიან და ეს LSA არის ამ როუტერების link state-ების და link metric-ების
ინფორმაცია. რაში გვჭირდება სხვადასხვა area. სხვადასხვა area გვჭირდება იმისთვის, რომ OSPF გვთავაზობს აი ესე მზრდადობის საშუალებას routing table-ისთვის, routing-ის დაფისთვის, რათა შევძლოთ ჩვენი ამ როუტერებთან დაკავშირებული სხვადასხვა ქსელების განვრცობა ისე, რომ როუტერები თვითონ არ გადაგვეტვირთ. როუტერებში თვითონ ხომ არის რაღაცა რესურსი და ამ link state database-ების მიერ აი ამ როუტერების გადავსება და გადატვირთვა რო არ მოხდეს, ძალიან ბევრი ინფორმაციის გაცვლა გამოსვლა რო არ იყოს ერთმანეთთან როუტერების მხრიდან. ამისთვის ჩვენ OSPF გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ სხვადასხვა area, რომელიც დაკავშირებული იქნება რაღაცა როუტერების ქსელი ერთმანეთთან გაერთიანებული იქნება ამ კონკრეტულ area-ში. ამ როუტერებთან თავისთავად მიერთებული იქნება კიდე switch-ებთან end device-ები, host-ები და საბოლოო ჯამში აი ამ ქსელის მიერ როუტერის გადატვირთვა რო არ მოხდეს და აი ამ link state database-ის გადავსება და რაღაც ძალიან დიდი და ბევრი ინფორმაციის ერთ როუტერზე დატევა და CPU-ს გადატვირთვა არ მოხდეს, ამისათვის OSPF გვთავაზობს ესეთ მეთოდს, რომ შევქმნათ სხვადასხვა area. კი ბატონო, ეხლა რა არის ლიმიტი დაახლოებით? ეხლა მე აქ მაქვს 12 როუტერი და მე ამ 12 როუტერზე რეალურად საერთოდ არ მჭირდებოდა 2 კიდე დამატებით area. Cisco-s რეკომენდაცია არის დაახლოებით 50 როუტერი და ზევით, რომ სხვადასხვა area შევქმნათ. მაგრამ სწავლისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ არის საჭირო ამ ხელაქსელი, ვიღაცა შეიძლება საერთოდ არ ქონდეს მაღალი CPU და RAM-ი კომპიუტერზე და ფიზიკურად ვერ გააკეთოს ამ ხელა ტოპოლოგია Cisco Modeling Lab-ში, ან EVNG-ში, ან GNS 3-ზე. Packet Tracer-ში კი ბატონო, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს ძალიან დიდ ატვირთვას მოიტანს კომპიუტერზე და არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ისწავლო, აი თუნდა ეს არ არის დიდი, მაგრამ ამ ხელას არ არის საჭირო. უფრო პატარითაც ჩვეულებრივად გახვალ ფონი. სწავლისთვის მე უბრალოდ მინდოდა ამ ხელა რაღაც შემექმნა, რომ ჩვენ კონფიგურაციას რო გავაკეთებთ, დავინახავთ თვითონ network ტიპებს, broadcast ტიპი მაქვს ხა შექმნილი, point to point მაქვს, as point to point მაქვს, კიდე loopback ინტერფეისები მაქვს და loopback OSPF loopback network type-იც რომ დავინახოთ კარგად და თვითონ კონფიგურაციების დროს ასე ვთქვათ, უფრო რომ სხაპასხუპით გავაკეთოთ კონფიგურაციები ამისთვის. საჭიროა ბევრჯერ რომ გააკეთო და ბევრი კონფიგურაცია გააკეთო, შეცდომებსაც დაუშვებ და მე ამ შეცდომების შენ თვითონ troubleshoot-ი რო კარგად განახორციელო, ამისთვისაც კარგია, რომ შეიძლება რაღაც ინტერფეისზე network type-ი შეგეშალოს, რაღაც OSPF area შეგეშალოს, process ID შეგეშალოს და რაღაც ასეთ ან რაღაც მასკა შეგეშალოს, რაღაცეები შეგეშალოს და აი JSON-ი რო ვერ მოხდება და მე რო ეძებ პრობლემას, ამისთვის კაია დიდი ქსელი შექმნა, რომ უფრო მეტ ასე თქვა დრილებს გადიხარ და სავარჯიშოებს განახორციელებთ. მეტი არაფერი ჩვეულებრივად შეგიძლიათ ეხა 5 აი 1 როუტერი, 2, 3, 4 როუტერის გააკეთოთ, ეს იყოს მაგალითად backbone area 0, ეს ლინკი იყოს სიტყვაზე სხვა აი ეს ინტერფეისი და ეს როუტერის ინტერფეისი სხვა area 50 იყოს, ეს იყოს 25 ეს ინტერფეისი და ეს ინტერფეისი ერთმანეთთან. დაზე შეგიძლიათ აქ loopback ინტერფეისი შექმნათ, რომელზეც EIGRP-ს დააკონფიგურირებთ და OSPF link state advertisement tip 5-საც ჩვეულებრივად დაინახავთ backbone area-ში. მოდით ახლა გავაგრძელოთ ჩვენი OSPF-ი. ამ შემთხვევაში area 0 წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ტრანზიტორს, დამაკავშირებელს სხვადასხვა area-ების. Backbone area უნდა იყოს backbone area-სთან უნდა იყოს აუცილებლად მიერთებული სხვა ნებისმიერი area. არ შეიძლება რომ აი ამ area-ს აქეთ დავუკავშიროთ კიდე სხვა area. აუცილებლად თითოეული area უნდა იყოს დაკავშირებული backbone-თან. ამ შემთხვევაში ეს როუტერი დაკავშირებული არის area 0-ში აი ამ ინტერფეისით, gigabit interface gigabit 0.0-ით და დაკავშირებული არის area 50-თან ინტერფეისით gigabit 0.1. ეს ინტერფეისი ამ როუტერის ეს ინტერფეისი არის area 50-ში, ხოლო ეს ინტერფეისი არის area 0-ში. ეს როუტერი არის ეგრეთ წოდებული ABR როუტერი, area border როუტერი, area 50-ისთვის. ეს არის area 25 და აი ეს ინტერფეისი არის area 25. თავისთავად ეს ინტერფეისი არის area 0-ში, ხო?
ეს routeri არის ABR area 25-ისთვის. ხომ ხედავთ, აი ეს თლიანი, აი ეს ქსელი, რომელიც არის ჩართული 25 area-ში, დაკავშირებული არის მაინც area 0-სთან აი ამ routeri-s მეშვეობით. ხოლო ეს მთლიანი ქსელი, რომელიც ჩართული არის area 50-ში, აი ამ routeri-s მეშვეობით დაკავშირებულია area 0. ეს არის აუცილებელი. routeri-ებს მეგობრებო გააჩნიათ OSPF პროცესები. routeri შეუძლია რომ ერთდროულად რამოდენიმე სხვადასხვა პროცესი წარმართოს თავის შიგნით hardware-ში, მაგრამ თითოეული პროცესის database ეგრეთ წოდებული არის უნიკალური და routeri-ები, ანუ routing-ი დაფა, რომელიც ნასწავლი არის ერთი routing პროცესის მიერ, ის არ არის მეორესთვის ხელმისაწვდომი, მეორე სხვა პროცესისთვის. თუ ეგრეთ წოდებული რედისტრიბუცია, პროცესების რედისტრიბუცია არ მოვახდინეთ ჩვენ ხელოვნურად. ხო, routing პროცესებს კონფიგურაციის დროს ჩვენ გავაკეთებთ პროცესებს აუცილებლად. ჩვენ პროცესებს ეგრევე VRF კონფიგურაციის დროსაც შევეხეთ, VRF ready-ის დროს და VRF plus დროს პროცესები ერთგან გავაკეთეთ პროცეს 10, მეორეგან გავაკეთეთ პროცეს 20 და მათ ერთმანეთთან შეხება არ ქონდა როგორც დავინახეთ. თანაკვეთა ერთმანეთთან ვერ ქონდა. ახლა მეგობრებო, როგორ ხდება საერთოდ ეგრეთ წოდებული inter-routing კომუნიკაცია. ანუ ეს routeri-ები ერთმანეთთან როგორ კომუნიკაციას როგორ წარმართავენ, როგორ ანახორციელებს. OSPF პროტოკოლის ნომერი მეგობრებო, პროტოკოლის ნომერი უცებ დავწეროთ, ეს არის 89, რითიც იდენტიფიკაცია ხდება OSPF პროტოკოლის და ეს routeri-ები ერთმანეთთან აგზავნიან რაღაცა multicast ადრესებზე პაკეტებს. multicast ადრესებზე ეგრეთ წოდებული ორი მისამართი არსებობს, სადაც ეს routeri-ები ერთმანეთთან პაკეტებს გააგზავნიან OSPF პაკეტებს. პირველი ეს არის all SPF routers, ანუ all shortest path first routers. როცა ხდება LSA-ის გაგზავნა აი ამ მისამართზე 224, აი ამ IP ადრესზე, multicast IP ადრესზე 224.0.0.5 და მეორე არის all designated routers. იგივე 224.0.0, მაგრამ ბოლოს 6. და MAC ადრესებიც არის, MAC ადრესები არის 01.0.0.5i 0.0.0.0.5 ეს არის აი ამ პირველისთვის და მეორესთვისაც იგივე არის, ოღონდ ბოლოს არის 0.6. აი ამით, აი ამ მისამართზე 224.0.0.6-ზე ეს არის designated router იყენებს ამ ადრესს მეგობრებო. რათა designated router-თან გაიგზავნოს პაკეტი. თვითონ OSPF პროტოკოლში მეგობრებო 5 ტიპის პაკეტების კომუნიკაცია მიმდინარეობს. ჩამოთვალოთ ახლა ეს რა ტიპის პაკეტები არის. პირველი არის მეგობრებო hello პაკეტები. ეს hello პაკეტი არის მეგობრებო აი მეზობელი routeri-ის აღმოსაჩენად ერთმანეთთან იგზავნება და ასევე შესანარჩუნებლად რომ ნახოთ ხომ წყობში არის ეს routeri. მეორე არის DBD, ეგრეთ წოდებული ან DDP. რას ნიშნავს ეს? ეს არის database description. ეს არის მეგობრებო ეგრეთ წოდებული LSDB პაკეტების ინფორმაციის გასვლა ერთი მეორესთან. მესამე არის LSR, ანუ link state request. ამ პაკეტს routeri აგზავნის მაშინ როცა ის ფიქრობს რომ რაღაც ნაწილი მისი link state database-ის შეცვლილი არის. ამ შემთხვევაში მან შეიძლება რომ მოითხოვოს რაღაც კონკრეტული პორცია მეზობლის database-დან და მაგ შემთხვევაში გააგზავნის link state requests. ხოლო link state request-ის საპასუხოდ სხვა routeri გამოგზავნის LSU პაკეტს link state updates. ეს არის პირდაპირ პასუხი არის LSR მოთხოვნაზე მეგობრებო. ბოლო მეხუთე არის link state acknowledgement. ეს პაკეტი ამ ტიპის პაკეტი მეგობრებო იგზავნება ეგრეთ წოდებული როცა flooding ხდება LSA-ში, მაგის საპასუხოდ იგზავნება აი ეს პაკეტები. link state-ის acknowledgement-ის საპასუხოდ მის. ეხლა ვისაუბროთ ცოტა მეტი თვითონ hello პაკეტზე. hello პაკეტი მეგობრებო არის პასუხის მგებელი არის, რათა აღმოჩენა და შენარჩუნება მერე მოხდეს მეზობლის, როგორც OSPF მეზობლის.
ხო რა თქმა უნდა. Routeri აგზავნის მეგობრებო, აი უმრავლეს შემთხვევაში, აი იმ 2.0.5-ზე აგზავნის ეს ხო არის all shortest path first routerები, აი ყველა routeri-თან აგზავნის, აი ამ hello packets. რა შეიცავს ხა ეს hello packet-ი? პირველი hello packet-ში შედის router ID, თვითონ router-ის ID, OSP ID, ვისაუბრებთ რა არის OSPF router ID, ეგრეთ წოდებული authentication option-ი, აუთენტიფიკაციის ტიპი, თვითონ area ID, ეს რომელი area-ის შემადგენელი routeri არის, ინტერფეისი უშუალოდ, ინტერფეისის ადრესის მასკა, თვითონ ინტერფეისის პრიორიტეტი, interface priority, hello ინტერვალი, სხვადასხვა network ტიპებს, სხვადასხვა hello ინტერვალი გააჩნიათ და განვიხილავთ რა არის ეს, dead time ინტერვალი, თვითონ DR ეგრეთ წოდებული designated router და BDR backup designated router-ზე ინფორმაცია და active neighbors, აქტიური მეზობლები. ეხლა OSPF ეგრეთ წოდებული OSPF neighbor states, ანუ OSPF-ის მეზობელთან კომუნიკაციის მდგომარეობები. თვითონ აი ეს routeri ამ routeri-თან დაკავშირების დროს რაღაცა ეგრეთ წოდებულ state-ებ მდგომარეობებს გადის ყველა routeri ერთმანეთთან და ამ მდგომარეობების ანუ გარდამავალი პროცესი არის ეს, როგორც კი ესენი ერთმანეთთან OSPF კონექციონენ, რაღაცა ლოგიკურ საფეხურებს გადიან, სანამ ისინი ერთმანეთთან დაკავშირდებიან ეგრეთ წოდებულ adjacencies, ანუ მათ დაკავშირებას მოახდენენ ერთმანეთთან. ყველაზე პირველი არის ეგრეთ წოდებული down state-ი, როცა, რა თქმა უნდა, routeri-ებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვს, ჯერ არ მივიღიათ ერთმანეთის გაკეტი, მაშინ down stage-ი არის OSPF. შემდეგ არის attempt, როცა უკვე ცდილობენ ეს OSPF routeri-ები ერთმანეთთან კომუნიკაციას. მესამე არის init, initiation. ეს მდგომარეობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ hello packet-ები უკვე გაიგზავნა და მიიღეს. hello packet-ები ერთმანეთისგან, სხვადასხვა routeri-ებისგან, მაგრამ ეგრეთ წოდებული bidirectional ორმხრივი კომუნიკაცია ჯერ არ დამყარებულა მათ შორის. შემდეგი არის ეგრეთ წოდებული two-way ორმხრივი, ესე უკვე არის bidirectional ორმხრივი კომუნიკაცია დამყარდა მათ შორის და თუ DR-ის ეგრეთ წოდებული DR და BDR routeri-ები არის საჭირო, თუ network-ი მოითხოვს DR-ს და BDR-ს, მათი ამორჩევა სწორედ ამ two-ways ეტაპზე ხდება. შემდეგი არის X start-ი. ეს არის პირველი ეტაპი, როცა უკვე აი OSPF adjacencies ფორმირება მიმდინარეობს. routeri-ები ერთმანეთს აიდენტიფიცირებენ, რომელი routeri იქნება თავარი, primary routeri და რომელი იქნება secondary. ვინ მოახდენს link state LSDB-ს სინქრონიზაციას. შემდეგი არის exchange. ამ მდგომარეობაში routeri-ები ერთმანეთის მიმართ გაცვლა-გამოცვლას ანხორციელებენ, link state-ების გაცვლა-გამოცვლას ანხორციელებენ DBD პაკეტების მეშვეობით. შემდეგი არის loading-ი. ამ loading-ის დროს ხდება LSR, ეგრეთ წოდებული link state request პაკეტების გაგზავნა მოთხოვნა მეზობლისგან, მოითხოვს LSA-ს. ახალ LSA-ს მოითხოვს ამ შემთხვევაში. შემდეგი არის full. ეს არის ბოლო state-ი, full. ანუ adjacency არის სრულყოფილი მდგომარეობა და შედგა მეზობლი. ეხლა ერთი-ორი სიტყვით OSPF კონფიგურაციაზე თვითონ OSPF კონფიგურაციის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ამ მეთოდებს ჩვენ კონფიგურაციის გაკეთების დროს, აი ამის დაკონფიგურირების დროს განვიხილავთ. მაგრამ რომ გითხრათ, უცებ მოკლედ აი თეორიულად რომ გადაურბინოთ, პირველი არის OSPF-ის თვითონ პროცესის ქვემოთ network statement კონფიგურაცია ეგრეთ წოდებული. როცა ჩვენ არათუ უშუალოდ ინტერფეისის ქვემოთ ვაკეთებთ OSPF-ის კონფიგურაციას, არამედ ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. აი წერთ აი ამ სიტყვაზე router OSPF და process ID-ს 1 2 10 მნიშვნელობა რა აქვს, რა process ID იქნება, ეს არის process ID და ამ process ID-ს ქვემოთ უკვე წერთ თვითონ network ბრძანებით და IP ადრესებს თავისი ან wildcard mask-ით, ხო, რა თქმა უნდა wildcard mask-ით, ან უშუალოდ იმ ინტერფეისის
კონკრეტულ IP ადრესს მივუთითებთ, ან რაღაც ინტერფეისის სხვადასხვა IP address ranges, რომელსაც ასევე განვიხილავთ და იქვე ვუთითებთ, რომელ არეაში იქნება თვითონ ეს ინტერფეისი, ეს ნეტვორკი არსებული. შემდეგი არის თვითონ OSPF-ის კონფიგურაცია უშუალოდ ინტერფეისის ქვემოთ, რომ მთლიანად IP address კი არ ვუთითებთ, რომელი IP address-ი არის აი ამ არეაში, არამედ თვითონ ამ ინტერფეისს ვაგდებთ პირდაპირ და ამ ინტერფეისზე უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს IP address რას მივანიჭებთ. ეს კარგი არის იმისთვის, რომ ჩვენ ქსელი რომ თვითონ ნეტვორკი რომ შეცვალოთ, IP address-ი რომ შეცვალოთ, მაგას პრობლემას აღარ ქმნის, იმიტომ რომ ნებისმიერი IP address-ი, რომელიც ამ ნეტვორკთან, ამ ინტერფეისთან იქნება დაკავშირებული, ავტომატურად OSPF-ი წაიღებს ამ networks, ამ subnets. თვითონ რაც შეეხება router ID-ს, ეგრეთ წოდებული router ID. რა არის ეს router ID? მეგობრებო, router ID არის რაზეც თვითონ ეს OSPF-ის მეზობლობა და აი adjacency და ეს ყველაფერი დაშენებულებული. router ID არის რითიც OSPF ერთი routeri მეორე მის მეჯნავე ან არამო routers გაიცნობ და ამ router ID-ს დაუკავშირებს მერე ინტერფეისს და ასე შემდეგ. როგორ მივანიჭოთ ახლა ეს router ID ჩვენ ამ routers? ჩვენ შეგვიძლია ეს ხელით გავწეროთ, ბრძანება არის OSPF კონფიგურაციის პროცესის ქვემოთ არის ბრძანება router ID და რაღაც შეგვიძლია 1.1.1.2.2.2. და როგორც IP address-ი იწერება, ზუსტად ის შეგვიძლია გავწეროთ ნებისმიერი router ID, მაგრამ აი რამდენი routeri-ც არ უნდა იყოს აქ, მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი პროცესის, სხვადასხვა პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ამ routers-ში. ყველას router ID უნდა იყოს სხვადასხვა. არ შეიძლება ამ routers კონდეს სიტყვაზე რაღაცა router ID 1.1 და იგივე კონდეს ამ routers. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სხვა არეაში იქნება თუ სხვა პროცესში იქნება ჩართული. ეს არის უნიკალური უნდა იყოს ID, რადგან router ID-ს ის რითიც ხდება OSPF-ის ამ routers მიერ მისი მომიჯნავე routers გაცნობრი და ეს აუცილებლად იყოს უნიკალური. router ID ჩვენ შეგვიძლია როგორც გითხრათ ხელით გავუწეროთ, შეგვიძლია თუ არ გავუწეროთ ხელით, ესეთი ლოგიკით აირჩევა router ID. პირველი ეს იქნება up მდგომარეობაში, ანუ ჩართულ მდგომარეობაში, ყველაზე მაღალი IP address-ის loopback interface-ი, რომელი loopback interface-ას მაღალი ადრესი,ებელი თავისთავად, თუ არა გვაქვს ინტერფეისი ამ ყველაზე მაღალი ჩვეულებრივი IP address-ი, რომელიც ნებისმიერ ინტერფეისს ექნება, ოღონდ იქნება up მდგომარეობის, ჩართულ მდგომარეობის თავად, კი ბატონო, მაგრამ უპირატესობა მიენიჭება იმას, თუ ხელით გავუწერთ ID და ხელით რეკომენდაცია რა არის? რეკომენდაცია არის ის, რომ თუ გვაქვს ინტერფეის loopback-ი, რაღაცა loopback-იანში, თუ არა გვაქვს შევქმნათ, ეს ინტერფეისიც გავაქტიუროთ OSPF-ში და router ID-ით გავწეროთ თვითონ აი ამ loopback-ის IP address-ი ხელით. router ID ბრძანება. ახლა ესეთი მცნება passive interface-ები. რა არის ეს passive interface-ები და რაში შეიძლება გამოვლინოთ და როგორ უნდა დავაკონფიგურიროთ? passive interface-ი არის მეგობრებო საკმაოდ ჭკვიანური რაღაცა და რაში გამოიყენება ახლა და როგორ უნდა გამოვიყენოთ? passive interface-ი ზღუდავს მეგობრებო თვითონ ამ რაღაცა კონკრეტული ქსელის network segment-ის უბრალოდ იმისაგან რომ მან ეგრეთ წოდებული LSDB უბრალოდ ფორმირება OSPF adjacency ფორმირება რომ მოახდინოს სხვა routers-თან ან რამე ინტერფეისი დაკავშირებულ სხვა device-თან. ის არ აგზავნის OSPF hello პაკეტებს და არც მიიღებს და არ განიხილავს საერთოდ მიიღებულ OSPF პაკეტებს. უბრალოდ ის მაინც უკეთებს ეგრეთ წოდებულ ამატებს LSDB-ს თვითონ ამ routers ამ segment-ში, OSPF segment-ში. ანუ მაგალითად აი ეს ქსელი რომ აქ ხა მე აქ 10.1.2.0/24-ით ეს ქსელი, ეს network-ი ამ routers მეშვეობით დაემატება აი ამათ link state database-ში და ამის მიმართ კომუნიკაცია აი ნებისმიერ მხრიდან ჩვეულებრივად უბრალოდ აქ რომ მოვიტანო routeri და სიტყვაზე აი ამ ინტერფეისთან დავაერთო, აი მოვიტანე მაგალითად routeri ვარ ვიღაცა ბანდიტი სიტყვაზე ვიღაცა ვარ რა ჰაკერი ვარ და მინდა რომ აი ეს routeri აი ეს ჩემი routeri აი ამ ქსელში ჩავრთო OSPF ვიცი მაგალითად OSPF ეს არის 50 და ამ შემდეგ რაღაცა დეტალები ვიცი და აი ეს შევაერთე routers-თან, ზნაირად, მაგრამ ბუფ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ
ეს routeri ამ ჩემი routeri-დან გაგზავნილ პაკეტებს არ განიხილავს და მე უბრალოდ ვერ მოხდები ამ OSPF სეგმენტში მე სიგურად ვერ ავჩდები. Router აი ამ ინტერფეისის პასიურად კონფიგურაცია შეიძლება ესე. თვითონ გადავდივართ router OSPF პროცესის კონფიგურაციის ქვემოთ და ვაკეთებთ ესეთ რაღაც passive ინტერფეისი და ვუთითებთ ინტერფეისი. ამას გავაკეთებთ ამის კომპიუტერი. ეს ერთი მეთოდი, მაგალითად გვაქვს სიტყვაზე რავი 10 ინტერფეისი და 10-დან ერთი გვინდა რომ იყოს მხოლოდ passive. პირდაპირ გავუწერთ იმ ინტერფეის passive ინტერფეის და ინტერფეის ხო მაგალითად. მაგრამ თუ გვაქვს შემთხვევა, როცა გვინდა 10 ინტერფეისიდან იყოს 8 passive-ში და 2 არა passive იყოს, გავაკეთებთ ესეთ რაღაცას. იგივე, გადავდივართ router OSPF პროცეს ბრძანების ქვემოთ და ვაძლევთ passive interface და default. ეს ყველა ინტერფეისს შექმნის passive-ს, მაგრამ მე ჩვენ უნდა გავუწეროთ ასეთი რაღაცა no passive interface და ის ინტერფეისები რაც ჩვენ გვინდა. No passive interface მაგალითად gigabit 0.1. No passive interface gigabit 0.0. No passive interface gigabit 0.2 და ეს სამ ინტერფეისი მოიხსნება passive interface-დან რაც default იყო. დანარჩენი სხვა ყველა დარჩება passive-ად. ეხლა default route advertisement-ი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, ამას კიდევ უფრო შევეხებით, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, ეხლა აი მაგალითად ეს არის routeri, რომელიც გადის wide area network-ში სიტყვაზე რა. ეს არის ჩვენი ქსელი, რომელიც გვინდა რომ გავიყვანოთ და როგორ უნდა გავიყვანოთ. ეს არის area border routeri, area 0-ში არის. ან აქ შეიძლება ორივე დაკავშირებული იყოს მასთან და ეს მე ხო შეიძლება რომ ორივე დაკავშირებული იყოს და ერთი რო გაფუჭდეს, მე აიხებს თავზე. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი გავიყვანოთ wide area network, default route-ის კონფიგურაცია მოგვს. Default route-ისთვის რა უნდა ვქნათ? უნდა გავაკეთოთ ბრძანება არის თვითონ OSPF პროცესქვემოთ default information origin. გავწერთ ეზე area border-ზე და მნიშვნელობა რა აქვს ამისთვის? ყველა routeri-ისთვის, ყველა routers, აბსოლუტურად ყველა routers ეწოდინება თავისი ასწავლის ამას, ეს ასწავლის ამას, მას ასწავლის, ამას ასწავლის და ეს ყველა ერთმანეთი ეს განევსება და რას ისწავლიან, რომ თუ გინდა რომ შენ აი აქ წახვიდე wide area-ში, ამ routers ეწოდინება რომ გააგზავნე აი ამ routers-თან და ეს მე მიხ ამას ეწოდინება რომ გააგზავნე ამასთან და მე ეს მიხ ამას ეწოდინება რომ გააგზავნე აი ამ ინტერფეისის IP ადრესი 10.56.0.1 გააგზავნე და ის მიხ ხოლო ეს ამას ეწოდინება რომ გააგზავნე ამასთან ანუ 10.25.0-თან გააგზავნე და ეს მე სადაც საჭირო არის იქ show IP routes რომ დაკრიფავთ იქ დაინახავს რომ 0.0.0.0.0 საბნეტები აი ამ ანუ ყველა უცნობთან ვისაც არ ვიცით სადღაც მიდის IP ადრესი არ ვიცით უშვი თუ ამ ბრძანებას default information originate ესეთ იმას დაუწერ always ამას თუ გაუწერთ რომც არ კონდეს default route გაწერილი საერთოდ არც ერთს ის ყველა ისწავლის ეგრეთ წოდებულ RIB-ში router information base routing table რომც არ კონდეს route ეს route იქნება ყოველთვის ყველასთვის გასავალი რაღაც wide area ეს საკმაოდ საშიში არის always ბრძანება იმიტომ რომ თუ არასორი მიმართულებით წავიდა ეგრეთ წოდებულ შავ ხვრელში გაუშვენ შენს routers როკეტებს ეხლა ეგრეთ წოდებული OSPF ოპტიმიზაცია OSPF ოპტიმიზაციის პირველი ესეთი ბრძანება არის ეგრეთ წოდებული auto cost reference bandwidth და აქ შეგვიძლია გავუწეროთ 100,000 და თვითონ ამ routers-ში ყველა links აქ თავისი ღირებული gigabit interface აქ ღირებულება 1 fast ethernet ღირებულება აქვს 24 და 10 megabit-იანს მეტი და რაც მეტი არის მეტ უფრო ცუდი არის gigabit interface ღირებულება რადგან აქვს 1 სიტყვაზე ხარ რო იყოს მაგალითად რავი აქ აი ამის მაგალითზე თქვათ ეს არის gigabit interface ეს არის ღირებულება 1 ეს არის fast ethernet-ი მაგალითად 100 megabit-იანი ღირებულება იქნება რა 4 ხო მაგალითად ზუსტად არ მაგის ნახავია სიტყვაზე ეხლა ეს კი არის უფრო მოკლე გზა მაგრამ რეალურად ეს უფრო სწრაფი გზა არის ხო იმიტომ რომ აქ 10 ჯერ თუ რავი რამდენჯერაც 1 გიგაბიტიანი ლინკი არის ეს 100 გიგაბიტიანი 5 ჯერ უფრო სწრაფად გავა ხო ამიტომ რა ახლა მეორე ვარიანტი არის აქ სიტყვაზე ჩვენ გვაქვს აი ეს არის კი ბატონო 1 გიგაბიტიანი მაგრამ
ეს არის 10 გიგაბიტი. OSPF-ისთვის default 10 გიგაბიტიანსაც, 1 გიგაბიტიანსაც, 100 გიგაბიტიანსაც, 40 გიგაბიტიანსაც ღირებულება აქვს 1. ყველას აქვს default-ად ღირებულება 1 და ეს რომ შევცვალოთ, აი ამ შემთხვევაში ხა პაკეტს გაუშვებს, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რა გაუშვებს, მაგრამ ბევრი რაუტერები რო გვაქვს და ღირებულება რომ სიტყვაზე 1 არის, ხო? მაგალითად აი აქ მინდა მოვიდეთ, მაგალითად აი ამ რაუტერიდან. ამან შეიძლება ეს აქ გამოუშვოს და მე ეგრევე აქ გამოუშვოს. აი ამისკენ რა. იმიტომ რომ იფიქროს რომ ეს 1-ია, ეს 1-ია და წკარწკაბუცება გამოუშვებს პაკეტს. მაგრამ შეიძლება ეს 10 გიგაბიტიანი ლინკია ეს ორი რა და რეალურად აქეთ უფრო სწრაფად წავიდოდა ხო პაკეტი. რავი 100 გიგაბიტიანი მითუმეტეს ხო? შეუდარებლად სწრაფად წავიდოდა პაკეტი. არ იზევს ამას. ხო და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. უნდა ვასწავლოთ რაუტერს რომ 10 გიგაბიტიანს ღირებულება არ აქვს იმდენი რამდენიც 1 გიგაბიტიანს და 100 გიგაბიტიანსაც არ აქვს იმდენი რამდენი 10 გიგაბიტიანს. როგორ უნდა შევცვალოთ? სწორედ ეგ ბრძანება. Oracle reference bandwidth 100,000 გავუწეროთ და ღირებულებები შეიცვლოთ. ხო, როგორც გავიგეთ მეგობრებო, ჩვენ რაუტერებს გააჩნიათ ეგრეთ წოდებული designated router-ი და backup designated router-ი. ეხლა ჩვენ ეს მანდი გავიგოთ ხა რაში გვჭირდება საერთოდ ეს ეგრეთ წოდებული DR და BDR-ი, designated router და backup designated router. რაში გვჭირდება? ეხლა ეს ქსელი, რასაც აი ეს ქსელი. სპეციალურად შევქმენი მეგობრებო, შეიძლება არ იყოს ლოგიკურად რომ აი რატო ეხლა ეს რაუტერების დაკავშირებული რაღაცა, მაგრამ ეს სპეციალურად შევქმენი რომ ეს არის broadcast network. ეს broadcast ტიპის OSPF network-ი არის, სადაც აუცილებელი არის რომ მოხდეს DR-ის და BDR-ის არჩევა. და რატომ? ორეთ მეგობრებო, ეხლა ამათ შორის ლოგიკური ჯაჭვები რო გავაბათ, რამდენი link state database advertisement-ები გაიგზავნება უყურეთ ამ რაუტერებს შორის 1 ამ რაუტერებს შორის 2, 3, 4, 5, 6. ეხლა აქ კიდე რო დავამატოთ ერთი რაუტერი, ხო? უკვე წარმოიდგინეთ, აი ამათ შორის ესე გაიგზავნება და ამათ შორის ესე გაიგზავნება. ეხლა კიდე რო დავამატოთ მეგობრებო აქ ერთი რაუტერი, ხო? ეს ციფრი ადის რაღაც კატასტროფულად იზრდება ამათ შორის ლოგიკურად link state-ების აი ეს ჯაჭვი გაიზრდება იმ დონეზე მეგობრებო, რომ აი დაახლოებით ესეთი ფორმულაც კი არსებობს. აი ესეთი ფორმულა არის მეგობრებო n-, უბრალოდ n-ი გამრავლებული n-1 ყოფილი 2-ზე. სადაც n-ი არის რაუტერების რაოდენობა. ეს ძალიან მარტივი მათემატიკა არის, ხა წარმოვიდგინოთ, n-ი არის 4 ამ შემთხვევაში. და 4 რაუტერი გვაქვს, 4 გავამრავლოთ 4-1-ზე და ყოფილი 2-ზე. მივიღეთ 6, ხო? 6 link state database advertisement-ი არის ამ შემთხვევაში გაგზავნილი ერთმანეთთან. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა n-ი უდრის, რავი, მაგალითად 10-ს. 10 რაუტერის შემთხვევაში 45 არის ეს ციფრი. ვარ ვწდები 9-ჯერ 2 კი ბატონო. და ეს ძალიან დიდი ციფრი არის და ამისთვის ეს რომ არ მოხდეს და ყველამ ერთმანეთთან ესე რო არ აგზავნოს, რაუტერები აირჩევენ ეგრეთ წოდებულ designated routers და backup designated routers, რომელიც ამ link state advertisement LSA-ებს, link state advertisements LSA-ს გააგზავნიან თვითონ უკვე. ყველა ერთმანეთთან კი არ გააგზავნის. ანუ ეს რაუტერი თუ არის DR მაგალითად და ეს თუ არის BDR, როგორ მოხდება? ეს რაუტერები მეგობრებო, სხვა რაუტერები, ვინც არ არის, აი მაგალითად ბევრი რაუტერი გვაქვს რა. ეს რაუტერები ეგრეთ წოდებულ OSPF full adjacence, ანუ სრულ კავშირგაბმულობას, მაქსიმალურ აი ბოლომდე რო კავშირგაბმულობა აქვს და adjacency შექმნილი აქვს, მხოლოდ DR-თან აქვს და BDR-თან. ამათაც იგივე. არ გადავტვირთა ახლა უბრალოდ, ხოლო ერთმანეთთან არ აქვს ესეთი state. Drother, ეგრეთ წოდებული Drother ქვიათ რა. ამათი state, ამათი მდგომარეობა ერთმანეთთან არის two-way. ანუ აი ამ მდგომარეობაში ჩერდებიან. ამის იქით არ მიდიან. ეს თუ არის DR, ეს თუ არის BDR, ეს იქნება Drother, ეს იქნება Drother, ეს იქნება Drother, ეს იქნება Drother. ესენი ერთმანეთთან link state advertisement-ებს მეგობრებო არ აგზავნიან ერთმანეთთან. ესენი აგზავნიან ამ DR-თან და BDR-თან, სანამ DR-ი ფუნქციონირებს, მანამდე BDR-ი გაჩუმებულია, მიიღებს კი ბატონო LSA-ს, მაგრამ იტყვის რომ აგერ არის კაცო ეს რაუტერი და ეს მიხედავს რა, სანამ მეფე
სახშია, უფლისწული ჩუმად არის რა. დაახლოებით ეგეთი. და თუ ეს DR მეფე გაფუჭდა, აღარ არის, მაშინ ეს აიღებს, ეს გახდება უკვე DR-ი და როგორ გახდება ეგეც, მაგასაც გავაკეთებთ და როგორ ხდება ხა ამან რაღაცა, აი მაგალითად რაღაცა ქსელი დაემატა და ამ რაუტერმა გაიგო. აი დაემატა რაღაცა ქსელი, აი ეს ქსელი დაემატა აქ. და ეხლა ამან გააგზავნა link state advertisement-მასთან, LSA ამასთან ასტაგზავნა. ამან მიიღო DR-მა, ამანაც მიიღო BDR-მა, მაგრამ ამან არაფერი არ გააკეთა. ამან ეს მიიღო და ეხლა უკვე ეს განავრცობს სხვებთან, ხვდით? ეს გააგზავნეს. და შემცირდა link state advertisement იმის მაგალითად, რომ ამას ხა ყველასთან გაეგზავნა, ამასთან მე ამას, ანუ ხო ხვდებით მეგობრებო, რა, აქ წარმოუდგენლად დიდი ქაოსი შეიქმნებოდა. ეს არის მაგის ბატონ პატრონი მაგ ყველაფრის. ეხლა მოდი გავიაროთ მეგობრებო. არა, ჩვენ ხო ერთი რაღაცა, ჩვენ შეგვიძლია თვითონ ეს designated router-ი შევცვალოთ, აი ამ ქსელისთვის. სიტყვაზე თუ გვინდა რომ მაგალითად აი არ იყოს ეს და იყოს ეს და რატომღაც გამოვიდა ეს რომ აირჩია ეს არის designated router-ი რაღაცის გამო. ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ ძალიან მარტივად ამ ინტერფეისზე, თვითონ აი ამ ინტერფეისზე priorities გაზრდის შემთხვევაში, მაგალითად გავუწეროთ priority 100 ინტერფეის, ეს იქნება თუ ამაზე მაღალი priority არც ეს არ იქნება ამ ინტერფეისებში, ეს იქნება designated router-ი. ჩვენ შეგვიძლია ეს კონკრეტული გავხადოთ backup designated router-ი, ამაზე დაბალი მაგალითად 50 გავუწეროთ priority. აი სიტუაციაზე გვინდა რომ ეს საერთოდ რომ ესენი არ იყვნენ, ეს ვერაზოს ვერ გახდეს designated router-ი. priority უნდა გავხადოთ 0. 0 როცა აქვს priority, ის ინტერფეისი DR და BDR ეგრეთ წოდებულ election არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღო და იქნება მუდმივად აი ესე დრაზერ მდგომარეობაში. კარგით, ეხლა მოდი გავიაროთ OSPF network ტიპები. უცებ ვიტყვი რომ არსებობს ამ შემთხვევაში 5 ტიპის და 5 ტიპის network OSPF network ტიპი არსებობს. პირველი ეს არის broadcast-ი. broadcast-ი ეს არის default-ია მეგობრებო OSPF გააქტიურებულ Ethernet link-ში, აი მაგალითად ეს კარგი მაგალითი broadcast ტიპის OSPF broadcast ტიპის, როცა Ethernet link-ებით არის დაკავშირებული ერთმანეთთან ეს რაუტერები, ამ შემთხვევაში switch-ით არის დაკავშირებული, ამ მნიშვნელობა არ აქვს. პირდაპირ რო იყოს დაკავშირებული და Ethernet link-ით რო იყოს, მაინც broadcast იქნებოდა default-ად. რას ნიშნავს ხა ეს broadcast-ი არისო? აი ეს კარგი მაგალითი არის მეთქი, იმიტომ თქვი რომ ეს რაუტერები ერთმანეთთან დაკავშირებული არის. ხომ შეიძლება რომ აქ broadcast-ი ვარ ყოფილიყო და ყოფილიყო რავი მაგალითად, რავი არ ყოფილიყოს broadcast-ი. broadcast აქ ესეთი თვისება, რომ DR და BDR არჩევნები განახორციელოს, რომ აი ეს link state advertisement-ების უპრაგონოდ გავრცელება ერთმანეთთან გაგზავნა, აირიდოს თავიდან და არ გადაიტვირთოს რაუტერი. რადგან აქ ჩვენ შეიძლება ამ სეგმენტს დავამატოთ ამ switch-ს იმდენი რაუტერი, რამდენი ინტერფეისის მაგალითად ამ switch-ს აქვს და ეს link state advertisement-ები გავზარდოთ ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. რაც ჩვენ არ გვაწყობს, default-ად არის Ethernet interface link-ზე OSPF interface ტიპი broadcast-ი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფათაშორის. აი ხა თუ ხედავთ, აი ეს სპეციალურად დავწერე აქ, აი ესეც Ethernet link-ი არის და ეს ინტერფეისი და ეს ინტერფეისი ამ ორ რაუტერზე არის რეალურად დაკავშირებული ერთმანეთთან, ხო? და point to point OSPF ტიპად ჩვენ შეგვიძლია ეს network ტიპად ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ და ამას ცოტა ხანში გავიხსენებ. შემდეგი არის non broadcast-ი არის, ეს არ გაინტერესებს უბრალოდ. ხო, ბოდიში broadcast-ის კიდე ერთი დამახასიათებელი თვისება broadcast OSPF broadcast ტიპზე არის ესეთი hello timer-ი, რომელიც არის 10 წამ ნიშნულზე default-ად, არის wait-ი 10 წამ, ეს 40 წამზე არის ბოდიში და არის dead timer-ი, რომელიც არის ასევე 40 წამზე. ეს რა არის? ეს არის default-ი დრო, აი ყოველ 10 წამში ერთხელ hello timer-ი იგზავნება რაუტერებს შორის ერთმანეთთან. ну ეს თქვით რომ hello timer-ი რითვისაც არის, რომ მეზობლის აღმოსაჩენად არის და შეინარჩუნებისთვის, როგორც adjacency შედგება, მე რომ შეინარჩუნოს ეს მეზობელი რაუტერმა, ну ხო არის მწყობრში და რამე ხო არ გაითიშა ინტერფეისი და ხომ კიდევ არის ჩვენთან კავშირში კონკრეტული რაუტერი. ხოლო თვითონ რაუტერმა ეს hello timer-ი, აი ამ რაუტერმა მაგალითად რომ დაელოდოს 40 წამი აქვს ამისთვის დრო.
ანუ 40 წამი ის ელოდება, 40 წამში ეს hello timer 30 წამში ერთხელ იგზავნება, თუ არ მიიღო, შემდეგ უკვე იფიქრებს რომ ეს რაღაცა პროფესიალში. ანუ 40 ყოველ, ანუ 4 დაახლოებით 3-ჯერ უნდა მიიღოს, 4-ჯერ უნდა მიიღოს თავისი პერიოდში. მესამე არის dead timer-ი, რომელიც ასევე 40 წამზე არის დეფინებული OSPF tour type-ში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა შევცვალოთ. შემდეგი არის მეორე non-broadcast-ი. ეს არის default-ად დაყენებული OSPF გააქტიურებულ frame relay ის მთავარი ინტერფეისზე ან frame relay multi-point sub-ინტერფეისებზე. მათთან hello timer-ი არის 30 წამი default-ად, wait timer-ი არის 120 და dead-ი არის, dead time-იც არის 120. აქაც ხდება designated router-ის და backup designated router-ის არჩევა. მაგრამ ამას არ ჩავაღრმავთ. ეხლა მესამე ტიპი არის point to point-ი, რომელიც ჩვენ შევეხეთ მცირედ. ეს არის default-ად მეგობრებო, ასევე default-ი არის. აქ default-ი არ არის, ამის არ არის default-ი, მაგრამ default-ი არის OSPF გააქტიურებულ frame relay point to point sub-ინტერფეისზე. ეს point to point-ი რო იყოს სიტუაცია და frame relay რო იყოს, მაშინ default-ად იქნებოდა point to point network OSPF network ტიპი. რატო ახლა ეს point to point network ტიპზე მეგობრებო, DR-ის და BDR-ის election არ მიმდინარე, არ ხდება რა, DR და BDR election. და ეს ზოგავს დროსაც convergence ეგრებული convergence გადართვა სწრაფად ხდება გადამუშავება თვითონ და ზოგავს რა თვითონ დროსაც ზოგავს CPU-საც ზოგავს და bandwidth-საც და ასე. hello timer-ი არის 10 წამზე default-ად აქაც 40 წამი არის და dead timer-იც არის 40. აქ როგორც გითხარით DR და BDR არჩევა არ ხდება. კიდევ გვაქვს მეგობრებო ესეთი რომელიც მასაც არ განვიხილავთ point to multi-point-ი და ბოლო არის მეხუთე loop back-ი, loop back ტიპი. ხო, ეს არის default-ად მეგობრებო OSPF გააქტიურებულ loop back ინტერფეისზე. აი loop back ინტერფეის ხო შევქმნით მეგობრებო. loop back ინტერფეის რო შევქმნით, აი default-ად OSPF network type-ი არის loop back-ი, რომელიც მეგობრებო ინტერფეისის წარდგენას სხვა რაუტერებისათვის, აი მაგალითად აი აქ სიტყვაზე მაქვს და განახებთ, აი ინტერფეის loop back-ი შევქმენი, ნიშნულობა არ აქვს, ეს მე შევქმენი, აი ამ მასკი 32-ით თუ 24-ით ნიშნულობა არ აქვს, თუ მას აქვს, აი ეს თუ ის არის loop back ინტერფეისი, ის წარადგენს სხვა რაუტერებთან ამ ინტერფეისს, როგორც ეგრეთ წოდებულ host routes, ანუ /32-ით წარადგენს მაინც. ნიშნულობა რა კიდევ ერთხელ მეგობრებო ეს იქნება 24 მასკით თუ 32 მასკით წარდგენა მოხდება როგორც host route-ი. ჩვენ შეგვიძლია ეს თვისება, მისი default თვისება შვალოთ. თუ გვინდა მაგალითად რომ ეს იყოს /24 იყოს ეს ინტერფეისი და რა გვაქვს რაღაც ქსელი ამ სამ საბნეტში, რა ვიცი ხო რაღაც გვაქვს, კონდეს მაგალითად MPLS ან LD ინფრასტრუქტურისთვის ან სატესტო საბნეტისთვის, ან routing ვირტუალიზაციისთვის, ან რაღაცა BIP-ისთან დაკავშირებულ თემებში, ან overlay და ტუნელის endpoint-ებისთვის, ან რაღაც ეგეთი მსგავსისთვის შეიძლება დაგვჭირდეს /24 მასკა და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. შეგვიძლია თვითონ ამ ინტერფეისის OSPF ინტერფეისის ტიპის შევცვალოთ და როგორ? თვითონ ამ ინტერფეის კონფიგურაციის ქვეშ, ინტერფეის ლუს ქვეშ გავწეროთ რა ტიპის ინტერფეისი გვინდა რომ იყოს ეს. და ეს იქნება ესე. IP OSPF network-ი და ტიპი იქნება point to point-ი. როგორც კი ამას გავწერთ, თუ ჩვენ აქ მასკა გვაქვს /24, რა მასკას ნიშნულობა არ აქვს. ეს /24 იქნება /30, 26, 24 რა მასკაც გვექნება, იმ მასკის advertisements მოახდენს სხვა რაუტერებთან და არა როგორც hosts, რაც default-ი არის loop back გააქტიურებულ loop back ინტერფეისზე. კი ბატონო, ეხლა point to point network-ის ერთი საინტერესო რაღაცა. თვითონ რა არის ეს point to point network? ხო, როგორც თქვით ეს არის ორი device-ის პირდაპირ კავშირი ერთმანეთთან და ეს default-ად გააქტიურებული სად არის? ეს default-ად გააქტიურებული არის serial interface-ებზე, ეგრეთ წოდებულ serial interface-ებზე, GRE ტუნელზე და point to point frame to frame relay sub-interface-ზე. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება OSPF-ს თეორიული მასალა საკმარისი არის. ეხლა შემდეგ ვიდეოზე უკვე აი ამ სტруქტურას დავაკურირებთ თავიდან ბოლომდე და ყველა სხვადასხვა OSPF კონცის
ვარიანტებს კეთებთ, ამ ინტერფეისს დავაკონფიგურებთ point to points, ამას network-თან ბრძანებით, ამასაც ბრძანებით ყველანაირად, passive interface-ებს, mask-ებს area იქნება ეს ქსელი იქნება 30-ში, ეს იქნება 0-ში, ეს იქნება 25-ში და ასე შემდეგ. loopback interface-ებს, თვითონ ამ loopback interface-ესაც network tips შეუცვლი loopback-ებიდან point to point-ზე, რომ ნახოთ აი /24-ის advertisement-თან, მე ამ routers default information originate default routes გავაწერინებთ, რათა მოხდეს მაგალითად wider network-ში გასვლა ამ routers და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო საკმაოდ ხანგრძლივი, დროის სირთულით არა, დროის მასშტაბით და ხანგრძლივი ლაბი და აბა კარგად